იცით ეს რა არის? თუ იცით დააკომენტარეთ, მე კი გეტყვით რომ ეს არის ფეხის სპა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული. ამ ვიდეოში კი მოგიყვებით ტრაგიკულ ისტორიაზე 17 წლის ახალგაზრდის, რომელსაც ტაილანდში ერთ-ერთ ესეთ სპა სალონში სტუმრობისას შეეჭრა ინფექცია ფეხში, რის შედეგადაც დაკარგა ნახევარი ტერფი. ესეთ სპა სალონებს ყოველწლიურად მილიონობით მნახველი ყავს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს მსგავსი ინფექციები ემართება. რაც შეეხება ამ გოგონას შემთხვევას, ეს იყო იშვიათი შემთხვევა, რომელიც გამოიწვია იშვიათმა ბაქტერიამ შივანელამ, რომელიც ძირითადად წყლის გარემოში ბინადრობს. მთავარი პრობლემა კი ამ შემთხვევაში იყო ერთი რამ. ამ გოგოს ჰქონდა დაზიანება ფეხზე, რომელიც უკვე ერთი შეხედვით შეხორცებული ჩანდა, თუმცა ამ სპა თერაპიის შედეგად ეს ჭრილობა განახლდა და სწორედ ეს ჭრილობა აღმოჩნდა ის წერტილი, საიდანაც შეიჭრა ინფექცია ამ გოგონას სხეულში. რამდენიმე კვირის განმავლობაში მას ჰქონდა ზოგადი სიმპტომატიკა, რაზეც ექიმები კონკრეტულად დიაგნოზს ვერ სვამდნენ, საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი გამოწვეული. მას შემდეგ კი რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და უშუალოდ დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა გამომწვევი, ექიმებს მოუწიათ 5-ვე თითის ამპუტაცია. ჩემი პირადი აზრით, რამდენადაც არ უნდა იზრუნოს მფლობელმა ამ წყლის სისუფთავეზე, ეს თევზები მაინც უამრავ ადამიანს შორის არიან, ასე ვთქვათ, გაზიარებულები და ამ თევზების ესე სტერილიზება და მათი გასუფთავება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. შესაბამისად, არსებობს მაინც დაბალი რისკი იმის, რომ ამ თევზებმა ადამიანებს შორის შეიძლება გარკვეული ინფექციები გაავრცელონ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეპითელის ზედაპირული დაზიანება არსებობს და ასე ვთქვათ, ბარიერული ფუნქცია კანის დარღვეულია, კიდევ უფრო მარტივდება მსგავსი ინფექციების გავრცელება.